მადლობა ბატონო ირაკლი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდება მორალური ტერორი აქვე ჩვენს ახლოს. გუშინდელი ფაქტი თუნდაც ანკარაში ადამიანები ტერაქტებს ეწირებიან, ჩვენ კი საქართველოში მორალურ ტერაქტებს გვიწყობენ. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? გამარჯობა ინგა, მე მინდა ასევე დავიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, გამოსვლა პირველ რიგში იმით, რომ აღნიშნო, რომ პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი, სწორი, ადამიანური რეაქცია იმაზე თუ რა ხდება მართლაც ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ასევე აღნიშნო და ხაზი გაუსვა თქვენს გამბედაობას და ასევე აბსოლუტურად სწორ შეფასებას, რაც გააკეთეთ. მე უბრალოდ ერთ რამეს დავამატებ, რომ ჩვენს ქვეყანაში აშკარად პიკში შევიდა დაპირისპირება ბნელ წარსულ 90-იან წლებში იმ მენტალიტეტში, დაპირისპირების მენტალიტეტში ჩარჩენილ საზოგადოების ნაწილსა და პროგრესულ საქართველოს შორის. და იყენებენ სწორედ უკვე პოლიტიკურ სივრცეს წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებაში უკიდურესი პოლარიზაცია, დაპირისპირება, ისეთი როგორიც ჯერ არ ახსოვს ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ დროს პოლიტიკური ცხოვრების 25 წლიანი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომ ესეთი რამე ეკადროს ხელისუფლებაში მყოფ ძალას. მე მახსენდება ძალიან კარგად ის მართლაც საშინელი წლები და პერიოდი, როდესაც სპეცსამსახურები პოლიტიკურ ოპოზიციას, ჟურნალისტებს და სხვებს სწორედ ესეთი ვიდეო ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მე არ მახსენდება, როდესმე რომ ესეთი ვიდეო ჩანაწერები გამომჟღავნებული ყოს და მასიური, ასე ვთქვათ, მოხმარებისთვის გამოეტანათ. დღეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ, რომლის დიდი ნაწილი და წარმატების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ თავისუფალი დემოკრატები და ჩვენ ვეყავით და იმ იდეალებით მოვედით სწორედ, რომ ეს მანკიერი მხარე დაგვეტოვებინა წარსულში, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად უნარო აღმოჩნდა იმ თავარი დაპირების შესრულებისას, რომელსაც ჩვენ ვეძახდით, რომ პიროვნული თავისუფლება და პირადი ცხოვრება იქნებოდა ხელშეუხებელი. დღეს მინდა ერთი რამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა. შეინიშნებოდა კონტურები ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ, რომ გარკვეული ურთიერთობები პოლიტიკურ ძალებს შორის შეიძლება აღარ ყოფილიყო ესეთი ანტაგონისტური, როგორიც აქამდე იყო. ჩვენ გვახსოვს ნაბიჯები გადაიდგა პრემიერს, პრეზიდენტს შორის ამ ინსტიტუციური დაპირისპირების პოზიტიურ ურთიერთობაში გადასაყვანად. გვახსოვს განცხადებები პრემიერ-მინისტრისგანაც, ჩვენგან პოლიტიკური ძალებისგან, რომ გვინდა ახალი პოლიტიკური კულტურა დავნერგო და ამის ასე ვთქვათ, კონტურები გამოისახა. ვიღაცას და რაღაც ძალას ეს არ აწყობს. სწორედ უნდათ ქვეყანაში შეიტანონ არეულობა, ქვეყანაში და საზოგადოებაში საყოველთაო ნიჰილიზმი გააჩინონ ყველაფრის მიმართ, ყველაფრის ფასი დააგდონ, ყველანაირი ავტორიტეტი გააჩანაგონ და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესები წაწიო წინ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ის, რაც დღეს შენ გააკეთე ინგა, ამიტომაც მნიშვნელოვანი ის, რა რეაქციაც მოყვა თავისუფალ დემოკრატებზე რამდენიმე დღის წინ ამგვარი თავდასხმის დროს საზოგადოებამ, იმიტომაც არის ჯანსაღი, რასაც იძახის ჩვენი პრეზიდენტი და მეც მინდა გითხრათ, რომ თუ საზოგადოება დღეს ამას არ აღუდექით დიდ ძლიერ ერთმუშტად შეკლულ კედლად, ესენი ჩვენ წაგვლეკავენ და დაგვაბრუნებენ 90-იან წლებში. ამიტომაც მეც სრულ სოლიდარობას უჩენ საზოგადოებას, ვიჩენ საზოგადოების მიმართ, დავდგეთ ერთად ძლიერ მუშტად, დამერწმუნეთ, ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ, ვერაფერს ვერ დაკვეკლებენ, თუ კი შანტაჟს ავყევით და თუ კი ჩვენ ფაბრიკაცია ის თუ არ არის ფაბრიკაცია, მოდი ამას თავი დავანებოთ. ასეთი ნაბიჯებით პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა თუ გავატარეთ, მაშინ ჩვენ დამერწმუნეთ, დავკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც 25 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა. სწორედ ეს არის თავარი ამოცანა, ხალხმა ეს უნდა დაინახოს, რომ დღეს ბრძოლა წესების გარეშე ყოველგვარ წითელ ხაზებს გაცდა და ჩვენ ერთადერთი რამ გადაგვარჩენს, არ შეგვეშინდეს და სწორედ თუ შეგვეშინა, მხოლოდ მაშინ გავამარჯვებინეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს. ბატონო ირაკლი, თქვენ წეგამ ბძანეთ, რომ ახსენეთ ხელისუფლებაში მყოფი ძალა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ მორალურ ტერაქტებს გვიწყობს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. ჩვენ ვიცოდით ყველამ, რომ 2012 წლამდე არსებობდა ბევრი ფაილი, ფარული ვიდეო კადრები, რომელიც შემდეგ ასე საჩვენებლად ჟურნალისტებისთვისაც, როგორც ითქვა, განადგურდა და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება
ხელისუფლებაში მყოფი ძალა? მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლება არ არის ერთსულოვანი და ერთსახოვანი, ეს კარგად ჩანს. ახალ პრემიერსაც უქმნიან ამით პრობლემებს და იმ კულტურას, რომლის დამკვიდრებასაც ის ცდილობს, მე დარწმუნებული რომ ამაში არც პრემიერ-მინისტრი, არც შინაგან საქმეთა მინისტრი თავად გარეული არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ. არაფორმალური მართვა არსებობს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ არაფორმალურად იმართება დღეს სპეცსამსახურებიც, რომელთა გამგებლობაში იყო, არის და რჩება სწორედ ეს ვიდეო კადრები. იღებენ თუ არა ახალ ვიდეო კადრებს და სპეცსამსახურები ამ მიმართულებით მუშაობენ თუ არა. 100% დარწმუნებით გეუბნებით, რომ ისევ აგრძელებენ ამ მეთოდებით მუშაობას. სწორედ ეს შეიქმნა დღეს პრეცედენტი ძალიან სამწუხარო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მართვაში, რომ არის არაფორმალური მართვა, თითქოს პასუხისმგებლობიდან განრიდებულია გარკვეული ჯგუფები, ისევე მაგალითად, როგორც ფარცხალაძე დღესაც ყოფილი გენპროკურორი, რომელიც კრიმინალზე იყო დაკავებული გერმანიაში და გენპროკურორად დაინიშნა, ის აგრძელებს პროკურატურის მართვას. ისევე როგორც არაფორმალურად იმართება უშიშროების სამსახური. ეს ყველაფერი გვიჩენს აბსოლუტურ საფუძველს თქვათ, რომ თავისუფლად შესაძლებელი არის და მე ამ ვერსიას ვემხრობი, რომ გარკვეული ძალები სწორედ გვერდის ავლით პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის ახორციელებენ ესეთ მართვას მორალურ ტერორს საკუთარ საზოგადოებაში. ყველაფერს თქვენი აზრი და დაგემშვიდობებით, ბატონო ირაკლი, ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და მინდა რომ დროში არაფორმალური მართვა რო არის ჩვენს ქვეყანაში ინგა, მე მგონი არავის ეჭვი არ მოპარება. და აქედან გამომდინარე სწორედ იგივე ძალა, ვინც მართავდა ხელისუფლებას არაფორმალურად 2012 წლის, 2013 წლის შემდეგ. აქედან არის მთავარი ტესტი დღეს კვირიკაშვილის მთავრობის. არის ის, რომ ეს გამოძიება დროზე ჩაატაროს და საითკენაც არ უნდა წავიდეს ეს გამოძიება. რომელიც ძალისკენაც არ უნდა წავიდეს, ის ბოლომდე უნდა გამოავლინოს. ამ შემთხვევაში დარწმუნდება საზოგადოება და პოლიტიკური ნება არსებობს კვირიკაშვილის მთავრობაში, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვათ, თუ არა და მაშინ გამოდის, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ ვითარებას და ვითარება აბსოლუტურად გადავა კიდევ უფრო ქაოტურ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, თავარი ხდება უკვე საზოგადოების აქტიურობა. საზოგადოებამ უნდა ჩვენ თავზე, პოლიტიკურმა თუ სხვა ძალებმა ავიღოთ ჩვენ თავზე ასეთ ამორალურ, ცინიკურ და ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯებს საკადრისი პასუხი ერთად გავცეთ. მადლობა ბატონო ირაკლი.